ტრაგედიიდან და უბედურებიდან გამოსვლა საჭიროა. ტოჩერშიც კოცნა არ გვინდა, არც ლოყაზე კოცნა, თუ არ გავარკვიე მე სად ვარ, ჯერ უნდა გავარკვიო, მაშინ სად მივდივარ, მით უმეტეს არ ვიცი. ხო, კონტროლი არის ერთ-ერთი არის კონტროლი, როგორც ნარკოტიკი, როგორც უწოდებდით. ნახე, ესე იგი мотиваცია, ვინც ამ სამკუთხედში იმყოფება და ნიღბები და როლები დადის ნეგატიური. ასეთ ადამიანებს ჭირდებათ ნეგატიური мотиваცია. ანუ რეალურად მათ უნდა შეექმნათ პრობლემა, რომ დაიწყონ პრობლემიდან გამოსვლა. სხვანაირად ისინი არ იწყებენ მოქმედებას. მან ცვლილება რომ დაიწყოს, ადამიანმა ცვლილება რომ დაიწყოს ესეთმა ადამიანებმა. მათ ჯერ ჭირდებათ პრობლემა რომ სერიოზულად დაუგროვდეთ. სერიოზულად დაუგროვდეთ და უკვე გადარჩენის ინსტინქტი რომ უკვე თითქოს იღუპება თავის ფსკერს იღებს, ყველა საქმე თავისი ფსკერი და მხოლოდ მაშინ იწყებენ მოქმედებას. ანუ რეალურად დახმარებას მათაც მაშინ ითხოვენ და შეიძლება მოქმედება დაიწყონ.